ერთი დიდი მამრი, დიდი სათესლე ჯირკვლებით ჩემსკენ მოდიოდა. ჩანთას ვიღებ. ეს რაღაცა საშინლად ხარს კაცო, რაღაც სახის საკვები ნივთიერებებია. ის ნაგებობა ძალიან მაგარია. ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ეს მაიმუნები იქიდან. სიმართლე რო გითხრათ, ცოტა ნერვიულობაც მაქვს და შეგიძლია ამ რაღაცების შიგნეული ჭამო. ნახე ეს კაცო, ყველაფერს ვიღებ შიგნიდან. ღმერთო ჩემო კაცო. ბიჭებო, ეხლა დავეშვით ინდონეზიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტროპიკულ სანაპიროზე და შემდეგი 24 საათის განმავლობაში ბიჭებო, მე გადავჩები მხოლოდ ჩემი დანით და ცეცხლ გამჩენით. ეს არის ყველაფერი, ეს არის ყველა რესურსი რაც გვაქვს. გეგმა ასეთია ბიჭებო, ვცდილობთ გადავჩეთ ამ სანაპიროზე რამდენიმე დღე. აქ გვაქვს ულამაზესი თეთრი ქვიშა, ლურჯი წყალი და იქ ზემოთ გვაქვს სქელი მწვანე მცენარეულობა. ეს საოცარია კაცო. გაჩვენებ ზუსტად რა მაქვს ზურგ ჩანთაში, რომ დაგანახოთ, არ ვთაღლითობ. აბა რა გვაქვს? აქ გვაქვს ჩვენი დრონი, ეს საერთოდ არ დამეხმარება. გვაქვს GoPro და GoPro-ს ბატარეები. ზურგ ჩანთაში მეტი არაფერი დევს. დღეს მინდა საკუთარი თავი გამოვცადო რომ ვნახო, შევძლებ თუ არა გადარჩენას, ხოლო და ამ ნივთებით რაც აქ მაქვს. რასაც ახლა დავიწყებთ არის ამ სანაპიროს გამოკვლევა. უნდა ვიპოვოთ თავშესაფარი. უნდა ვიპოვოთ წყალი და მოგვიანებით უნდა ავაავაგოთ რაიმე სახის იარაღი, რომ შევძლოთ საკვების მოპოვება, რადგან ამ სანაპიროს ხვალ დილამდე არ დავტოვებ. კარგი, გამოწვევა მიღებულია. მომდევნო რამდენიმე დღე ამ სანაპიროზე ვიქნებით და ერთადერთი რაც გვაქვს არის ჩვენი დანა და ფოლადი. ეს არის ერთადერთი რაც ამ ეტაპზე დაგვეხმარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მინდა დავიწყო ამ სანაპიროს შესწავლა, რომ ზუსტად გავიგო რა გვაქვს ჩვენს გარშემო. ვნახოთ, შევძლებ თუ არა ბუნებრივი რესურსების ან რაიმე მასალის პოვნას, რაც საშუალებას მოგცემს პირველ რიგში თავშესაფარი ავაშენოთ. ფიქრობ ეს კარგი გეგმაა. შეიძლება თევზი ან რამე სხვა გამორიყული ვიპოვოთ. არ ვიცი, მოდი უბრალოდ დავიწყოთ ძიება და ვნახოთ რას ვიპოვით. კარგით, არ მოგატყუებთ ბიჭებო, სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ უნერვიულობ. მხოლოდ დანა და ცეცხლის გასაჩენი ფოლადი გვაქვს. ესაა ყველაფერი. არ ვიცი როგორ უნდა ვიპოვოთ საჭმელი. ვცდილობთ რაღაც ტიპის თავშესაფარი ავაშენოთ. არ ვიცი როგორ ვიპოვით მტკნარ წყალს, მაგრამ აქ მოგვიწევს ყოფნა რამდენიმე დღე. ჩვენ როგორღაც უნდა გავართვათ თავი. მოდით გავაგრძელოთ კვლევა. ნახეთ ეს ბიჭებო. ეს რაღაც მკვდარ ფრინველს ან რაღაცას გავს. ეს საშინლად არც კაცო. აი ეს მისი თავია. ეს არის მკვდარი ფრინველი, რომელიც ვიპოვეთ. ის ძალიან ძველია საჭმელად. შეუძლებელია ამისგან ხორცს ვერანაირად ვერ ავიღებ. შეხედე მის ფეხებს, კაცო. ის საშინლად ყარს. იმედია 60-ში ისვენებ, კაცო. კარგი, გავაგრძელოთ. შეხედე ამას. ბიჭებო, ეს ნამდვილად გამოგვადგება. შეხედეთ ამას. ამას აუცილებლად ჩავდებ ზურგ ჩანთაში. ეს ნამდვილად ასეა. ეხლა თოკი ვიპოვეთ. ალბათ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ რაღაც ტიპის კონსტრუქციის დასაკავშირებლად. დღეს მინდა აშენო სრულიად გიჟური კონსტრუქცია ბიჭებო. ისეთი, სადაც რამდენიმე ღამით შეგვეძლება ძილი თუ დაგჭირდება და ეს ძალიან გამოგვადგება. იჰა, ღმერთო ჩემო კაცო, შეხედეთ აქ ბიჭებო. ეს მკვდარი ბუშთევზაა. ძალიან კარს, შეგიძლიათ ნახოთ ყველა მატლი აქვე. შეხედეთ მის კბილებს. ეს რაღაც საშინლად კარს კაცო. შეხედეთ ამას აქვე. ვაუ. ეს მკვდარი ფუგაა. იქ უკან ბევრი ხეა და აქ ეს ბუნებრივი გადახურვაა. ნამდვილად შეგვიძლია ამ ხის ნაწილი გამოვიყენოთ თავშესაფრის ასაშენებლად. შემდეგი რამდენიმე დღე აქ უნდა გავატაროთ. ასე რომ არ მინდა გაუწყლოდე და არც მზის დარტყმა მივიღო. აქ შეგიძლიათ ნახოთ, ეხლა ხან ვიპოვე ეს გრძელი სწორი ბამბუკის ტოტი. ჩავამაგრე ამ ხეში აქვე. რაც მინდა გავაკეთო, ეს ბამბუკი განივ კოჭად გამოვიყენო და შემდეგ აქ ყველაფერს გავწმენთ. კარგი, ეხლა ხან ვიპოვე ეს გრძელი ბამბუკის ტოტი, რომელსაც კარგი Y-ფორმა აქვს და საკმაოდ მყარი ჩანს. ასე რომ ვფიქრობ, ნამდვილად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ჩვენი უკანავსებული კონსტრუქციის გასამაგრებლად. ახლა ხან გავამაგრე ის განივი კოჭა, უკვე საკმაოდ მყარად დგას, მაგრამ ახლა ამას გამოვიყენებ. აქვე ბევრი ძველი თოკია და სხვა ნივთები, რომლებიც სანაპიროზე ვიპოვეთ. ამას გამოვიყენებ, რომ ყველა ბოლო და ყველაფერი კარგად შევკრა, რომ კონსტრუქცია ძალიან მყარი იყოს. ეს კონსტრუქცია ძალიან მაგარი გამოვა, ძმაო. მგონია, რომ ეს ნამდვილი სახლი იქნება, სადაც რამდენიმე დღე შეგვიძლია დავჩეთ. 100%-ით. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ეს უბრალოდ იდეალურია, ძმაო. შეგიძლია ნახო როგორ იქმნება ახლა. ძალიან კარგი საფუძველი გვაქვს. მგონია, ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო კონსტრუქციაა, რაც ოდესმე გამიკეთებია, ძმაო. შეხედე ამას. თითქმის შემიძლია შიგნით დავდგე. ჩემთვის ეს სრულიად წარმოუდგენელია. ჩვეულებრივ რაღაცას ვაკეთებ, რაშიც მხოლოდ დაწოლა შემიძლია. ეს კონსტრუქცია კი ძალიან მაგარია. უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ აშენება. ამას დრო სჭირდება. უბრალოდ უნდა აგრძელო. მაგრამ ამაღამაგ ძილი ძალიან მაგარი იქნება. კარგი, ამ კონსტრუქციის აშენებას ბევრი დრო მიაქვს და ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ. ვიღლები.
ასე რომ უნდა მოვიფიქრო რაიმე გზა წყლის მოსაპოვებლად. ეხლა ძალიან მაღალი მოქცევაა. დღის განმავლობაში წყალი დაიწევს და ის კლდის აუზები გამოჩნდება. და ეს ფაქტობრივად ჩვენი საუკეთესო შანსია საჭმლის მოსაძებნად. ღმერთო ჩემო, შეხედე მას. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობაა, რაც კი ოდესმე ამიგია. თქვენ არ დაიჯერებდით. პირდაპირ ვასუფთავებდი ჩვენს ნაგებობას. შეხედეთ ამას. ვასუფთავებდი ამ ყველაფერს, მიწას და ყველაფერს და შეხედეთ. აქ რო ამოვდივართ, ფაქტობრივად ჭtilიც გვაქვს. მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც აღფრთოვანებული ვარ. ნახეთ რა იზრდება ჩვენს ნაგებობაში. აქ ერთი პატარა მგონი სარეველაა. ეს ზღვის პარსელინია, სინამდვილეში ეს შეგიძლიათ ჭამოთ. ეს იქნება წასახემსებელი მას შემდეგ, რაც თავშესაფარს ავაშენებთ. ეს რაღაცაა, რაც ენერგიას მომცემს. შეხედეთ ამას. აქვე შეგიძლიათ ნახოთ. აი ესე გამოიყურება ეს აქ. შეგიძლიათ ნახოთ ბიჭებო, სწორედ აქ. ის ოდნავ ქრიშიანია, ძალიან მარილიანია, მაგრამ საკვების რაღაც ტიპია. კარგი, ეს არის სახლი ბიჭებო, შეგიძლიათ ნახოთ, შეხედეთ როგორი ეპიკურია ეს ნაგებობა. სინამდვილეში აქ ძალიან კარგია, კაცო. ალბათ ცოტა უფრო უნდა შეივსოს, მაგრამ რაღაც ტიპის ჭრდილს მაინც იძლევა. შეგიძლიათ ნახოთ, გარეთ ბევრად უკეთესია, ეს ნამდვილად ასეა. და ხედავთ როგორ ვიღურავობს, როგორც სისხლიანი მონაზონი კიტრის ფერმაზე ახლა. გარეთ ისეთი სიცხეა. ასე რომ ცოტა ხანს დავისვენებ და ამ თავშესაფარს დავტკბები. ეს ისეთი მაგარია, კაცო, შეხედე ამას. თითქმის შეგვიძლია შიგნით წამოვდგეთ. ეს სრულიად გიჟურია. ეხლა თავშესაფარს სტოვებთ. ავიღოთ ზურგჩანთა. კარგი, აქედან გავდივართ. უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმე სითხის პოვნას. აქ უამრავი ძველი ქოქოსია, შეგიძლია ნახო. მაგრამ უბრალოდ არ მგონია, რომელიმეში სითხე იყოს დარჩენილი. მოდით შევხედოთ. მეცილად ესენი გაფუჭებულია. ქოქოსი ახლა აქ წყლის მისაღებად შესანიშნავი წყარო იქნებოდა, მაგრამ უბრალოდ არ მგონია, რომ ამ სანაპიროზე ვიპოვოთ. თქვენ ხედავთ, რომ აქ თითქმის არ არის ქოქოსის ხეები, მეცილად ქოქოსები, რომლებიც აქ გამორეცხილია, იმიტომ რომ ისინი ოკეანეში ტივტივებდნენ და ამდენი ხნის განმავლობაში თითქმის სულ გაფუჭებულები არიან. ასე რომ ვფიქრობ, მოგვიწევს წყლის მოპოვების სხვა გზა ვცადოთ. ან წყარო ვიპოვოთ, ან რამე ისეთი, რაც საშუალებას მოგცემს მარილიანი წყალი სუფთა წყლად გადავაქციოთ. როგორმე სითხე უნდა ვიპოვოთ. კარგი, ეს ძალიან დაგვეხმარება. ხედავ ამას. ეს არის მინის ბოთლი, აი აქ. ეს ნამდვილად დაგვეხმარება. კიდევ ერთი ესეთი უნდა ვიპოვოთ. მგონი ოქრო ვიპოვეთ, შეხედე ამას. ნახე რა ძველი და მტვრიანია ეს ნივთი. კაცო, აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ. უბრალოდ უნდა გავწმინდოთ. კარგი, ხედავთ რომ ამ ბოთლებს უკვე გაუკეთეთ წმენდა. ამას აქ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ზღვის წყალი სუფთა სასმელ წყლად ვაქციოთ. ეხლა მინდა რომ დიდი ბოთლი ავავსო. აი ხედავთ აქ. მინდა რომ ნახევრამდე ავავსო ეს ბოთლი მარილიანი წყლით, შემდეგ კი ცეცხლს დავანთებთ. მოდი ავავსოთ ეს ბოთლი. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, შეხედეთ ამას. უბრალოდ ბანაკში ბრუნდებოდი. ხედავთ ამას აქ. ხედავთ ეს ეგრეთ წოდებული ბლუ ბოთლია. ეს ნაწილი აქ ბოთლის ქვემოთ. თუ ეს დაგესუსხებათ, ძალიან აქ ტკივდებათ. რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ბუშტის შეხება და შეგიძლიათ სინამდვილეში ესე მოიქცეთ. შეგიძლიათ აქვე გააპეთქოთ. და ეს უკვე დასრულებულია. ის ვეღარ შეძლებს დინებებში ცურვას და ხალხის დასუსხვას. რა ჯანდაბაა? შეხედეთ ამას. უბრალოდ ბანაკში უბრუნდებოდი. ნახეთ რა ბეწვიანია ეს კიბორჩხალა, კაცო. ეს კიბორჩხალა ძალიან ბეწვიანია. ხედავთ ამას. მართლაც არანაირი საკვები ნივთიერება არ არის მასში. ეს უბრალოდ ბაკანია, კაცო. ეს საჭმელად არ ვარგოდა. ეს არის პოპერი ფუგუთევზი. ამ პატარა არსებაში იმდენი ტოქსინია, რომ 30-ის დასრულსრულ ადამიანს მოკლავს. ეხლა ის მკვდარია. მას ალბათ ჯერ კიდევ აქვს ცოტა ტოქსინი შიგნით, მაგრამ მე ვერ შევჭამ და ვერაფერს გავაკეთებ მასთან. ცდილობ ძალიან ფრთხილად ვიმოქმედო, რომ მან არ დამჭხლიტოს. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა დავარხოთ ცეცხლი. ეს ცეცხლი დაგვეხმარება წყლის ბოთლების სუფთა სასმელ წყალად გადაქცევაში. არ მოგატყუებთ. მართლა ძალიან გაუწყლოებული ხდები ახლა. ეს წყალი ძალიან მჭირდება. თქვენ არ დაიჯერებთ. ეხლა ხან წავედი კიდევ წვრილი შეშის მოსაგროვებლად და მაიმუნებმა მთლიანად დაარბიეს ჩემი ბანაკი, ძმაო. შეხედე ძაღლებს. ვიფიქრე რომ ჩემს კამერის აპარატურასაც წაიღებდნენ. შეხედე მას. ცდილობს შემაშინოს. შეხედე მას, ძმაო. შეხედე მას. მომშორდი, ძმაო. ცდილობენ დამესხან თავს. კარგი, ვიღებ ჩემს ჩანთას.
შეხედე მას. ცდილობს დამესხას თავს. კარგი, ვუთმობთ მას ადგილს. აქ მაიმუნები გვესმიან თავს, ძმაო. ხუმრობ ამ თუთას. კარგი მგონია რომ როცა ეს მაიმუნები მიხვდებიან რომ მართლა არაფერი მაქვს მათთვის, ალბათ სავლენ. არ ვიცი რატომ არიან დაახლოებით 20 მაიმუნი ჩვენს ბანაკს გარშემორტყმული ახლა. ერთ-ერთი დიდი მამრი, დიდი სათესლე ჯირკვლებით ჩემსკენ მოდიოდა. მოდის ჩემსკენ. შეხედე მას. შეხედე. შეხედე მას, ჩემსკენ მოდის. შორდი ძმაო. სოფლიოში საუკეთესო გზნობაა, როცა 3-4 საათი ბანაკის აშენებაში ხარჯავ და ბოლოს აქ, ინდონეზიაში, მაიმუნების ბანდას გპარავს. ღმერთო ჩემო, კარგი, უბრალოდ ჩვენს წყლის ბოთლებს ავირებ და აქედან გავალთ. ცოტა ხანს მათ მივცემთ საშუალებას, რაც უნდათ ის აკეთონ, მერე მოგვიწევს ბანაკში დაბრუნების ცდა, რომ აქ დავიძინოთ, რადგან სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს. ხედავთ, ყველა უკან პლაჟზეა. უნდა გავიყვანოთ ისინი აქედან. არ მინდა მაიმუნთან ჩხუბში გავერიო, იმიტომ რომ კი ზომაში მასზე დიდი ვარ. მაგრამ კაცო, ეგენი ძალიან სწრაფები არიან და ძალიან ძლიერი კბები აქვთ. კარგი, ამ ეტაპზე ჩვენ ბანაკი აღარ გვაქვს, ბიჭებო. ღია სანაპიროზე გვძინავს, იმიტომ რომ იმ მაიმუნებმა ფაქტობრივად მთლიანად დაიკავეს ჩვენი ბანაკი. ხუმრობ. საათები დავხარჯე მაგაზე. ეს სინამდვილეში დამანგრეველია, მაგრამ ამავე დროს ცოტა სასაცილოცაა. კარგი, ეხლა კიდევ ცოტა ცეცხლის დასანთებ წვრილ შეშას ვაგროვებ, რადგან ყველაფერი მაიმუნებმაც აგვართვეს. არ მოგატყუებთ, ეხლა ისევ მზეზე ვართ. თუ ასე გაგრძელდა, დღეს შუადღე შეიძლება მაიმუნებთან ომი მომიწიოს. შეიძლება ჩვენი ბანაკი უკან უნდა დავიბრუნოთ. არ ვიცი, აქ ღია სანაპიროზე თუ შეძლებ დაძინებას. მინდა ეს წყალი გავაცხელო, მერე რაღაც იარაღის მსგავსი უნდა ავაწყოთ, საჭმელი ვიპოვოთ. და მერე მოგვიანებით მაიმუნებთან ბრძოლაც მოგვიწერს, რადგან ჩვენი ბანაკი უნდა დავიბრუნოთ. არ არსებობს, იმ ძაღლებმა ყველაფერი წამართვან და წავაშენე. ასე არ მოხდება. ალბათ ფიქრობთ, რომ უბრალოდ უნდა შევაშინო ისინი. ეს მარტივია. მეგობრებო, იქ ალბათ 20 მაიმუნია. როცა შეშის შეგროვების შემდეგ ჩანთის ასაღებად დავბრუნდი, ისინი ყველანი ჩემს გარშემო იყვნენ. არანაირად არ შემიძლია 20 მაიმუნის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს პირდაპირ მნიშვნელობით მაიმუნების პლანეტაა რეალურ ცხოვრებაში ამ წუთას. ამ თუთას სხვა არაფერზე ვფიქრობ. უბრალოდ მინდა ცეცხლი ავანთო, რომ ეს მარილიანი წყალი მტკნარ წყლად ვაქციოთ. კარგი, დავიწყოთ. აქ კარგი პიჩხი გვაქვს. მოდი ავანთოთ. ავანთეთ ცეცხლი. ავანთეთ ცეცხლი. ეხლა ნელ-ნელა უნდა გავზარდო. კარგი, ავანთეთ. დიახ, ეხლა ცეცხლი ანთია ბიჭებო. დიახ, უბრუნდებით თამაშში. წაეთრიეთ მაიმუნებო. წაეთრიეთ ბიჭებო. ხედავ, ნიშნულობა არ აქვს. ბანაკს დავკარგავთ, მაგრამ ცეცხლს მაინც დავანთებთ. ჩვენ მაინც გადავჩებით. ჩვენ მაინც გავძლებთ, ძმაო. ყველაფერი რიგზეა, როგორც ხედავთ. ჩვენი ცეცხლი უკვე ანთებულია. წყლის ბოთლი აქ გვაქვს და კიდევ პატარა ბოთლიც. ეხლა რასაც გავაკეთებ, ესაა რომ ამას დავდგამ ცეცხლზე. მინდა ეს ბოთლი გვერდზე დავდო და ბოლოები ასე შევაერთო. ეს გათბება აორთქლებას გამოიწვევს და ორთქლი ამ ბოთლში გადავა. ხედავთ, ცეცხლი პირდაპირ ამ ბოთლის გვერდით გვიდგას. ის უკვე თბება. და ხედავთ, აორთქლება უკვე იწყებს დაგროვებას. მგონი ცოტა მტკნარი წყალი გვექნება, ძმაო. დიახ, მოქმედების გეგმა. გვაქვს თავშესაფარი, რომელიც მაიმუნებმა დაიკავეს, მაგრამ მინდა ვიპოვო რამე, რითაც იარაღს გავაკეთებ. იმედი მაქვს, შუბს ან რამე მსგავს გამოვჭრი. უბრალოდ მინდა სანაპირო დავათვალიერო. უნდა გავაკეთოთ იარაღი, რომ თავშესაფარი ცოტა მოგვიანებით ავიბრუნოთ. და ასევე მინდა დღის მეორე ნახევარში რაღაც საჭმელი ვიპოვო. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ამას შეხედეთ. არ ვიცი, იცით თუ არა რა არის ეს აქ. ეს არის ეკრისეკლიანი, მსხალი. შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან უცნაურია რომ აქ ამ სანაპიროზე იზრდება. ეს კაქტუსის ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ სინამდვილეში შეგიძლიათ. ნახე ეს. უბრალოდ დავდექი კაქტუსზე, კაცო. ო, ნახე ეს. გამოდი ჩემი ფეხიდან. ეხლა ამ კაქტუსზე დავდექი. ხედავ ამას? ეს არის ნაყოფი, რომელიც იზრდება ეკლიან მსხალზე. ეხლა რასაც გავაკეთებ ესაა, რომ უბრალოდ ამ ნაყოფს მოვჭრი. უბრალოდ მინდა მოვჭრა ეს. აი ესე. ეს არის ნაყოფი ეკლიანი მსხლიდან. რეალურად შეგვიძლია ეს მივირთვათ, მაგრამ რთულია დანახვა. გარედან მასზე პატარა ეკლებია. და თუ ეს ეკლები კანში შეგრჩებათ, რამდენიმე დღე გაგექავებათ. ასე რომ ცდილობ შუაზე გავჭრა. აი შეგიძლიათ ნახოთ, რომ შუაზე გავხსენი. შიგნით ცოტა ქვიშაა, მაგრამ ვეცდები უბრალოდ მგონი შიგ თავსი შევჭამო. კაცო! ეს მართლა ძალიან გემრიელია. შეხედე ამას. ძალიან რთულია ახსნა, როგორი გემო აქვს. მგონი ყველაზე ახლოს დრაკონის ხილია. ისეთი ძალიან სუბუქი გემო აქვს. სინამდვილეში ძალიან კარგია. ის ეკლიანი მსხალი უბრალოდ საოცარი იყო.
მაგრამ მინდა ვიპოვო რაღაც, რისი გამოკვეთაც შეგვიძლია და იარაღად ვაქცევთ, რადგან ცოტა მოგვიანებით ნადირობა მინდა. ასე რომ გავაგრძელოთ ძიება. ნახოთ, შევძლებთ თუ არა იარაღად გამოსაღენებელი გამისპოვნას. წავედით. შეხედე ამას, რა მაგარია. აი ეს ბამბუკის იდეალური ნაჭერია. ამ ბამბუკს გამოვიყენებთ. ამისგან შუბს გავაკეთებთ. აქვე შეგიძლია ნახო. და იმედია შევძლებთ ჩვენი თავშესაფრის დაბრუნებას იმ მაიმუნებისგან და საჭმლის პოვნას. ესაა ჩვენი შეტევის გეგმა. ბანაკში დაუბრუნდით. არა, ეს კარგი არ არის. შეგიძლიათ ნახოთ, ეს ძალიან გახურებულია. იმედია ჯერ კიდევ ცოტა წყალი გვაქვს შიგნით. მოდი შევამოწმოთ. ხედავთ, ჩვენი მთავარი ბოთლი აქაა და გაბზარულია. ვნახოთ, გვაქვს თუ არა სუფთა წყალი. ვაუ, შეხედეთ ამას. არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა ამას. აქვე გვაქვს სუფთა წყალი. კარგი, მგონი სუფთა წყალია. მოდი ვცადოთ. კარგი, თითები გადავაჯვარედინოთ, რომ მარილიანი არ იყოს. ეს სუფთა წყალია. ჩვენ აქვე მარილიანი წყალი სუფთა წყლად ვაქციეთ. ხუმრობთ, შეხედეთ ამას. კარგი. აი ეს წყალია, რომელიც შეგვიძლია დავლიოთ. აშკარად აქვს რაღაც ნაწილაკები, მაგრამ სუფთა წყალია. ისეთი ძალიან შებოლილის გემო აქვს, თითქოს ნახშირის ყვამლის გემო დახრავს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგია. დანარჩენს ვინახავ ბიჭებო, ყველაფერს ვერ დავლევთ, მაგრამ ეს საკმარისია, რომ პირი გავიწმინდო და თავი მართლაც კარგად ვიგრძნო. ფაქტობრივად უბრალოდ მოვჩერი იმ ბამბუკის ბოლო იქვე. ეხლა კი ეს ბოლო დამჩა აქ, რომელსაც შეგვიძლია როგორც გვინდა ისე გამოვიყენოთ და გადავაქციოთ. ამ ბამბუკის ბოლო აქ გავხსენი. ეხლა მინდა ავიღო ეს ტოტები და ვცადო პირდაპირ ჩავდო იქ, სადაც ბამბუკი გავხსენი. აქ ფრთხილად უნდა ვიყო, რომ ბამბუკი ბოლომდე არ გავხსნა. კარგი, დროა ეს მაგარი რამ გავლესოთ. ეს ბასრია. ნახე ეს ზმაო, ჩვენ ეს მაგარი რამ გავლესეთ. ცოტა იარაღივითაა, კაცო. ეს ძალიან ბასრია. ესე რომ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ამით ცხოველებს 100%-ით მოვერევით, მაგრამ ჯერ ზურგჩანთა უნდა ავიღოთ, ბანაკში უნდა დავბრუნდეთ. უნდა გავიყვანოთ ეს მაიმუნები იქიდან, რადგან იქ ვჩები დღეს-ღამით, კაცო. ჯერ მაიმუნები ბიუნები უნდა დავამარცხოთ, ესაა პირველი. და მეორე, მოდი ვცადოთ საჭმლის პოვნა. წავედით. კარგი, ვიმედოვნოთ, ეს მაიმუნები აქ არ არიან. შუბი მაქვს თუ აქ იქნებიან და თავის დაცვა დაგჭირდება. აი ესა. ძაღლები სად არიან? მათ აქ არიან. არ მოგატყუებ, ცოტა ნერვიობა მაქვს. კარგი, მგონი აქ არ არიან. თავშესაფარში დავბრუნდით, ბიჭებო. ღმერთო ჩემო, და ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენი გასაჩაღებელი ფიჩხი და ცეცხლის აღჭურვილობა. აქ იყვნენ ადრე. როგორც ჩანს, ჩვენი დაწკავლილი ბანაკი დავიბრუნეთ ამ ღამით. თავშესაფარი დავიბრუნეთ. შუბიც აქვე გვაქვს. მინდა ვნახო, შევძლებთ თუ არა სწრაფად ვიპოვოთ საჭმელი, რომ ცეცხლზე მოვამზადოთ, რადგან ბევრი დრო აღარ დაგვრჩა, სანამ ღამე დადგება. ავიღოთ ჩვენი შუბი. წავიდეთ სანადიროდ. ზურგჩანთას არ დავტოვებ, არავითარ შემთხვევაში, რადგან ის მაიმუნები სულ დაფლითავენ და ყველაფერს წაიღებენ შიგნიდან. დროა ნადირობა დავიწყოთ. ხედავთ როგორ დაიწია მიქცევამ, ბევრი ქვა გამოჩნდა. იმედია აქ რაღაც ცხოველები გაჭედილები არიან, რომლებსაც სწრაფად დავიჭერთ. მზის შუქი აღარ გრჩება ბევრი. ასე რომ უნდა ვცადოთ და სწრაფად ვიპოვოთ საჭმელი. ეხლა ვეძებ რამეს, რასაც ამ შუბით დავიჭერ. რამდენიმე გველთებზე შევნიშნე ამ მიქცევის პატარა გუბეებში. ასე რომ ეხლა უბრალოდ გადავივლი აქეთ. ნახოთ, შევძლებთ თუ არა რამეს დაჭერას ამ შუბით. ხედავთ რომ ბევრი შუქი აღარ გვაქვს დარჩენილი. ასე რომ ეხლა ყველაფერს ვირებ, რასაც პოულობ. ეს რა არის? არ მითხრათ რომ ეს ზღვის კიტრია. ზღვის კიტრი ვიპოვეთ, კაცო. ამ ბიჭს ჯიბეში ჩავდებ თუ ვერაფერს ვიპოვით საჭმელად. ამ ზღვის კიტრს ცეცხლზე შევწვავთ, ჯიბეში მიდის, თევზების გუნდი იქვეა. მოდი ვნახო, შემიძლია თუ არა მათი გაგონება. ცოტა რთული იქნება. აი იქვე არიან კიდეზე. არა, მგონი გამომეპარნენ. ეს ძალიან გჭირდება. გამოგვეპარა. ეს შუბი, რადგან ბამბუკისგანაა დამზადებული, უბრალოდ წყალში ვერ აღწევს. შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი წყალი მიედინება ამ ნაპირზე ახლა. ეს თითქმის შეუძლებელს ხდის რაიმე საკვების მოპოვებას. აქ ძალიან რთული მდგომარეობაა. აქვე ამ მიქცევის პატარა გუბეებში რამდენიმე პატარა თევზია. ცდილობ დავიჭირო. ისინი სწრაფად მოძრაობენ. ძნელია მათი დანახვა. ვაპირებ ეს ზღვის ზღარბი აქედან კლდიდან მოვაცილო. აი ესე. შეხედე ამას. ზღვის ზღარბი დავიჭირეთ. კარგი, ამ ზღვის ზღარბს ნამდვილად შეგვიძლია ვჭამოთ. გავხსნით და შეგიძლია ჭამო მისი შიგთავსი, შიგნით არსებული გონადები. ეხლა ნამდვილი შემგროვებლის რეჟიმში ვართ. ეს ზღვის ზღარბი გვაქვს და კიდევ ის ზღვის კიტრი მაქვს უკანა ჯიბეში. ეს იქნება ჩვენი ვახშამი ძმაო. ეხლა სინათლეს ვკარგავთ, ასე რომ უნდა დავბრუნდეთ ბანაკში და ამას მოვამზადებთ.
არ მინდა ბნელში ვამზადო და ბნელში ვაწოვდე ყველაფერს. ცეცხლს ვანთებ, ზღვის პროდუქტებიც აქვე გვაქვს. როგორც ხედავთ, ეს ზღვის კიტრია. რაც მინდა გავაკეთო, არც კი ვაპირებ ცეცხლზე დავდო. ცეცხლი უბრალოდ სითბოსთვისაა მაღამ. აი ეს. ცეცხლიც აინთო. კარგი, ვყოფამ ზღვის კიტრს. ნახე ეს კაცო. ვიღებ ყველა შიგნეულობას ამ ზღვის კიტრიდან. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ჩვენი ზღვის კიტრი. ის უმია, ჯერ არც კი მომზადებულა. მოდი ვცადოთ, ძმაო. არა. გემო არც ისე ცუდია. ის უბრალოდ ძალიან მაგარია, კაცო. გემო ისეთი აქვს, კითქოს რეზინს ჭამ, მაგრამ ეს ის საწვავია, რაც ენერგიას მოგცემს. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ. ჩვენ ახლახან გავხსენით ეს ზღვის ზღარბი. სწრაფად ვწდი. სინათლე თითქმის აღარ გვაქვს. მალე დაღამდება, ძმაო. შეიძლება რთული იყოს ამ ზღვის ზღარბზე გარჩევა, მაგრამ ხედავთ იმ პატარა ნარინჯისფერ ნაწილს. ეს არის ის ნაწილი, რომელსაც მე ვჭამ. და ეს არის სასქესო ჯირკვლები. ეს სინამდვილეში ძალიან გემრიელია, ძმაო. სინამდვილეში ეს არ მათუხებს. ეს ბევრად უკეთესია ვიდრე ზღვის კიტრი. ამას 6 ან 7 ქულას ვაძლევ 10-დან. მოგატყუებდით რომ მეთქვა, იმ ჭამის შემდეგ კმაყოფილი ვარ მეთქი, მაგრამ მაინც რაღაც შევჭამეთ. ზღვის კიტრზე კი არ ვიცი, ეგ ძალიან უცნაური იყო. მჟავე გემოქონდა, მაგრამ უბრალოდ ამ ცეცხლს უბრალოდ შეშას უმატებ. თელი ღამე სითბოს მონცემს. დილით ადრე გნახავთ, ბიჭებო. კარგი მეგობრებო, ალბათ მხოლოდ 1 ან 2 საათი მეძინა და უკვე გავიღვიძე, მაგრამ ცეცხლის გაჩაღება ვეღარ შევძელი. ამიტომ ბანაკში დავბრუნდი. შუბით ან მაქვს. იმედი მაქვს ეს მაიმუნები არ გამოჩნდებიან. არ გამოჩნდებიან. ღმერთო ჩემო კაცო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენი თავშესაფარი მყარადიას, კაცო. გუშინ ღამით ზღვის კიტრის ჭამის შემდეგ მუცელი არ მწყობზია. ჩვენ გადავჭით აქ ინდონეზიის ამ შორეულ სანაპიროზე, საკვების, წყლისა და თავშესაფრის გარეშე. გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. ეხლა კი ამ ადგილს ვტოვებ.